გახსოვდეს მოგესალმებით. გაგიგვირდებათ და მოგესალმებით მეგობრებო. მაგარი ამბავი გვაქვს galaktikიდან. აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელსაც სუპერ დედამიწა უწოდეს. როგორც ამბობენ, იქ ზუსტად იგივე პირობებია საცხოვრებლად, როგორც დედამიწა. და აგაში მოგვერთა. სანამ ბასლაინები დაუხაზავთ, გადავიდეთ სასწავლებლად. სანამ იქ წავალთ, მანამდე გავიგოთ ნეტა, იქაც უვიზო გვაქვს თუ არა. კიდეც რომ წავიდეთ, ქართველების ამბავი რო ვიცი, მანდაც დავაგვიანებ. მიწების გადანაწილების ამ გვარში. ხო. ომები რო არ იყოს და ყველა ბედნიერად ცხოვრობდეს, მაშინ ეს დედამიწა იქნებოდა თვითონ სუპერ დედამიწა და არსად გადასვლა არ დაგხვდებოდა. ისე ის თუ სუპერ დედამიწაა, ჩემო ნიკოლოზ, ჩვენ რომელი გამოვდივართ? პრემიუმი თუ ევრორეგულარი? აი აქ თუ გამარჯვეთ აქ. ჩვენ დავთ. ეგ არ ვიცი ჩემო პატა, მაგრამ ცუდი ამბავის გვაქვს galaktikიდან. ზანეთ? დედამიწას უახლოვდება სტადიონის ზომის ასტეროიდი, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს დაგვეჯახება. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია ფეხბურთში და სტადიონის ზომის ასტეროიდი ეტყობა მაგიტო გვიახლოვდება. ახლა პრინციპში არ ჯობდა რომ საჭადრაკო ოლიმპიადა რო ყოფილიყო, ჭადრაკის დაფისხელა ასტეროიდი მოხვდებოდა და დიდი არაფერი ჩამოიყრა კაია. ჩემი ვარაუდით სტადიონის ხელა ახლა სანამ დაგვეჯახება, თორემ ატმოსფეროში რომ შემოვედ, დაცემისას იქნება ეს ხელა ფეხბურთის ბურთის ხელა. თავარია თავში არ დაეცეს ვინმეს, თორემ ისე არაფერი უჩენს. იყოს კაცო სტადიონის ხელა, რა პრობლემაა? ეგება მად მაინც შეგვხვდეს ბილეთები. კი ბატონო, და ნეტა VIP ადგილები მაინც მოგვხვდეს თავში. შენი ხუმრე და ტიკეტ ჯის არ გააგებინოთ, თორე იქაც რიგები დადგება ბილეთებზე. ვიცი მაგათი ამბავი. სანამ სტადიონის ხელა ასტეროიდი დაგვეჯახება, მანამდე შეგახსენოთ, რომ ჩვენ შოუში დოლგარმოზე მაინც უკრავს და მაინც კეიფის გაწყობაზე გვეყენებს ქსოვრელები და ასტრონავტი გიორგი შაშიკაშვილი. სუპერ დედამიწიდან გადავინაცვლოთ დედამიწის სუპერ სახელმწიფოზე. აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანგარიშების დაბლოკვის გამო კომპანია მეტა მას $25 მილიონ გადაუხდის და კიცა მოისურვებს. ზუკენბერგს უთქვამს, რა ვიცოდი პრეზიდენტი თუ გახდებოდა კიდე, თორე რავა დაუბლოკავდა. მაშინ საქმე. შენი ბრალია დონალდ. გადადი ლინკზე და ნახე როგორ გამოიმუშავა ფულის სახიდან გაუსვლელად. და ის კიდე პორნო საიტების ლინკებს რო დაძვრები. დავირუსტებ ანგარიშები, აბა რა იქნება? სხვათა შორის მეც გამიტეხეს Facebook-ი. შენს პორნოებს აქ სხვა ამბავია, მოვიზვე, ჩემი სახელი წერდნენ ჩემ მეგობრებს ფულზე. უარეს. ყველასთვის მიუწერიათ. მე რა ქნა? იშოვნა 25 მილიონი თუ? 25 მილიონი არა, მაგრამ 130 ლარი გიშიაგროვა. რა უყარხარ ბიჭო მეგობრებს? სამაგიეროდ ტრამპა იშოვა და შეარგოს მაგარი გახარებული ყოფილა მაგფულით კაირებოდ კეცამ კაბინეტში. კი ბატონო, რაც მომჩება მასალაგე ნიკოლოზ გადმოუგზავნიო. 25 მილიონი რა კარგი კომპენსაცია. მე ვნახავ ერთი ჩემი ანგარიშებიც ხო არა აქვს დაბლოკილი მეტს. ნეტა ვინ მომსაბაგის მეტი მე. კარგი, მოვრჩეთ ახლა ოცნებას და დაუბრუნდეთ რეალურ სამყაროს. კი ბატონო. დანა ვაითი გამოდის ინიციატივით, რომ UFC-ს მორიგი ბრძოლა საქართველოში ჩატარდეს. ძალიან მაგარი იდეაა და სამართლიანიც. ნამდვილად. ერთხელ ამერიკელებმაც ათენონ ღამე ჩხუბის საყურებლად ხო შეიძლება? კი ბატონო, მართლა მაგარი იდეაა და ვისურვებდი, რომ UFC-ს რინგი იყოს საქართველოში ერთადერთი ადგილი, სადაც ხდება ჩხუბები. კი ბატონო, თანაც ერთადერთი UFC-ს ივენთი იქნება, რომელსაც წამყვანის მაგივრად ეყოლება თამადა. არა, მართლა მაგარი ივენთი იქნებაო 5000 კაცზე შლიან სუფრას თურმე. სწორია აქ ჩატარება, აბა სხვაგან თოფურიამ და დვალიშვილმა არავინ დაინდოდა. იქნებ თავის ქვეყანაში მაინც დაიდო ის პუნდრები.
ეს იდეა ჯერ დაანონსდა უბრალოდ და დანავაიც უკვე მიწერეს აქედან ვიღაცებმა. აუ 2 ბილეთი გაგვიჩით ერაძმურად. კარგი კია საქართველოში ჩატარება, მაგრამ ჩამოსული მებრძოლები ეგრევე უნდა აწონოთ, თორე რამდენიმე დღეში წონას ვერც ერთი ვეღარ ჩააბარებს. იქ ხინკალიო, კაბაბიო, მწვადიო, ჩაკაფულიო, ჩახრაკულიო, როგორც არ გამომიდოვოდა. კი ბატონო. თანაც ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ქართველები. არა ლეგალურად არავინ ჩამოყვეს ამერიკიდან და აქ არ დარჩეს სამუშაოდ. გაივსება მექსიკელები თბილისი. ეგ იგვინა კიდე ჩვენ თბილისელები. ახლა კი ცოტა წამოვწიოთ ზემოთ და კალათბურთზე გადავდივართ. თორნიკე შენგელია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ევრო ტურნირზე ერთ თამაშში 35 ქულა მიითვალა. ოჩახ თორნიკე, არც მოწინააღმდეგე დაინდო და არც სანაგუნდელები. მწვრთნელი ეძახდა, ესენი სათამაშო. ერთი საშინელი გამოთქმა არსებობს კალათბურთში. წაუვიდაო. ასე დროს იტყვიან ხოლმე. წაუვიდა კი არა, თორნიკემ წაიყვანა და ყოველთვის წაეყვანოს ჩვენს კაპიტანს და არა მარტო მას. ამბილა. მოკლედ ისე იფრინა თორნიკემ წესით ბოლონიას აეროპორტის შენგელიას სახელობის უნდა გახდეს ამ მოკლედ. მართლა ისე მაგრად ითამაშა, არ გამიკვირდება სომხებმა რომ განაცხადონ პრეტენზია, ჩვენია აიგა. შენგელიანი. შეიძლება. კიდევ ერთი ნიუსი, რომელიც ჩვენს მეზობლებს გულზე გახეთქავს. რაგბიში შვეიცარიას მოუგეთ 110-ით თავმოტლებელი 0. არ არსებობს. 110-ით 0. დიახ, არ მოგეჩვენათ. ანუ რაგბი მოვიგეთ საკალათბურთო ანგარიში. იმ დღეს პირველად ვნახე ატირებული შვეიცარიელები. მაგრამ რა უჭირს მე რაღაცაზე მაგათაც ინერვიულობ ერთხელ. ვისაც არ გინახავთ ეს თამაში გეტყვით. დიახ, მეორე გუნდიც იყო მოედანზე. მეცაც გეტყვით. უყურეს კიდეც ამ თამაშს. თამაშის შემდეგ შვეიცარიელებმა პირველად ვნახეთ შვეიცარიული საათივით აწყობილი გუნდია. მართლა საოცრად დავჯამნეთ ფიზიკურად. მიწოვას ისე ძლიერად ვაკეთებდით, საჭს რომ არ გაეჩერებინათ შვეიცარიამდე ჩაყვავდა, მაგრამ გავდაჭერა ორჯერ არა, 20-ჯერ. შვეიცარიელებმა განაცხადეს, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ესენი მიყოფილები. ის ხომელები ესენი შეგვირგეს. არა, საოცარი ანგარიში. არა და შვეიცარია ჩვენს ლიგაში პირველად ამოვიდა. და ამაზე მეტი თუ არ შეძლო, საერთოდ რას ამოდიოდა. შემდეგ ნიუს მე ვიტყვი ბატონო რა. ზანეთ. ქუთაისელი. კი ბატონო. ქუთაისელი ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძე შესაძლოა იტალიურ რომაში გადავიდეს. სურველების სიაშია მილანიც და იუვენტუსი. ჭკვიანი ბიჭია საბა, იცის რომ ყველა გზა რომში მიდის. მოკლედ ძველი ქალაქი არაცდა ამ ბიჭს ქუთაისელი რომში. კი ბატონო, თანაც საბამ დაამტკიცა რომ ქუთაისელი კაცი იტალიაში ფეხბურთის სათამაშოდაც შეიძლება წავიდეს. თუმცა ახლა ახალი სანერვიულო გაჩნდება. რომას თამაში რომელზე იწყება, საბათუ ძირითადში არის, რასიზმს ჩვენებური. კარგია, ასეთი სანერვიულები, ნუ მოგვიშალოს ბლექა და გითხრა ჩაუბარა. თუ მჯეროდეს უკვე ისე ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ ქართველების ტრანსფერებზე ევროპაში, თითქოს დინამოდან ტორპედოში გადავიდა. გვეყოფ ამდენი სპორტი და ცოტა განვიტვირთოთ. რატო? ქოჩორა. შენ რო ქუთაისელზე თქვი, მეც ვახსენებ, მაინც კახელია და იყოს, რას ნიშნავს? კაი, ბატონო. არა ბიჭო. ახლა კი გურჯანელი კია, მაგრამ ჩვენი ძმარი. ახლა კი გვეყოფ ამდენი სპორტი და ცოტა განვიტვირთოთ. საბა გოგლიჩიძე, უბრალოდ საქართველოში ბოთლი ყლაპია. საქართველოში ბოთლი ყლაპია აპარატები დაიდგნება. ეს არ ვიცი რა გაგვიხარდეს თუ ანუ ესაა სპეციალური აპარატები, სადაც ბოთლს ჩააგდებ და ფულს მოგცემს. ბატა, აშენდები. რაც შენ ბოთლებს ანადგურებ, ლუდისას. ჩათვალე რომ კლარნეტს მოისვი კილომეტრზე.
კი ბატონო, რაღა ისე გაიცინე, ამ ხაზში არის გადამდები უბრალოდ. იქით ხაზი არა უშავს. მოკლედ, ეს აპარატი არ ყვირის უბრალოდ იცოდე, არ დაელოდე. ბოთლებს იბარეთ, არ ბოთლებს ვარე, ბოთლებს. კი ბატონო, ისე ბოთლეყლაპია. ბოთლეყლაპი აპარატები არ ვართ ქართველების სუფრაზე ისედაც. ეს კი რამდენი მინახავს ბოთლები არ ცავს ღვინოს. არ იმუშავებ ჩვენთან ეს. ჩვენ მსმელი ქვეყანა ვართ. ბოთლს რო ჩადებდა ფულს გაძლევს, არ გამოვა. ფულს რო ჩააგდებდა, ბოთლს მოგცემს. აი ესეთი იქნება კარგი. რას მართალი ხარ? მე მგონი ეს ლოთებზია გათვლილი. დასალევი სულ ეკნებათ. პირველად ჭირდება მარტო ერთი ბოთლი არყის ფულის. პირველად. მერე უკვე ბოთლი და მისი ჯარი. დალია ჩააგდე ჩამოაგდე. დალია ჩააგდე ჩამოაგდე. დალია ჩაკონვეიერული წესი. კი ბატონო, ისე თუ გახსოვს ადრე მაგ აპარატების მაგივრად ადამიანებს იყენებდნენ. ხო. ბოთლს ჩაარტყამდნენ თავში და ფულს არწმებდნენ. ხომ გახსოვს? ხო. ასე დავიხვეწებ, დენდე. ხო, ლელე, მტკივნეულია გადაგა. ჩემი აზრით ამ ბოთლის აპარატში იმდენი ჩაყრის ბოთლს, რომ სასესხებლად გაუხდიან იმ აპარატ საქმეს იმ გაჭირვებული. ბატონო. იმედია ლიფტის 5 თეთრიანივით ძაბს არ მოამავენ ბოთლს და ისე არაუნებენ თავგას აპარატს, რომ ვეღარ გაიგია. ამდენი ფული გამეცირა ბოთლი ვარა. ისიც არ გაგიკვირდეთ, რომ ამ ბოთლი ყლაპი აპარატმა ფული არ მოგცეთ და ახსნა დაგიწყოთ. ძმაგაცის მუშის დათლობა იყო იქ ვიყავი და კამიხი არ გამჭედა. ახლა ჩაყარებენ. ვეცო. სარიელი ბოთლები თუ იქ ვყარეთ, ტყემალი რაში ჩავასხა? საწავიღო იმდენი ტყემალი. მართალი ხარ, ტყემლები რაში ჩავასხათ, არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კაიფის გაწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოსიტაშვილი. გამახსენდა, ქილებშიც შეიძლება ტყემლის ჩას. სხვათაშორის ქილაყლაპია აპარატები არ არის. სხვათაშორის 1-30 წლის წინ წარმოიდგენდი ეგეთი აპარატი რომ მიარსებებდა საერთოდ. რას ლაპარაკობ? თავში წარმომივიდო და მსგავსი არაფერი. ახლა როგორი აპარატი მინდა იცი? აი როგორ. აი მაგალითად მე მიყვარს თევზაობა რომ გაამარტივოს რა. თორე იმდენს თელი დღე ვიდექით მე და პატატმასთან და ერთი ოქროს თევზი ძლივზე ვიჭირე. ერთი. ბიჭო, შვენიერი ოქროს თევზი კი იყო, მაგრამ სამი სურვილის საცვლება კი არ შემოგთავაზა. ისე გვიყურებდა თევზი. ჩვენ კი უთხარით მაინც სურვილები, მაგრამ ხმარ ვარ, გაგცა შევტკაცეთ. მე რა სურვილები ჩავეთქვით ჩემო პაატარო, იცოდე, იქ რო ყოფილიყავი. არ ვიცი, ხო იცი მიცოლები რომ მოიხსენებენ ხოლმე. სიმღერით უთხარით რას თავარი? აბა თქვენი შემხედვარები ლექსად ხوارვით? აბა რა, მოდი მე ვარე მაყურებელსაც სკავანდოთ რა უთხარით და რა არა. კი ბატონო, თავარი ის არის რომ შეგვატყო უკვე მაყურებელმა რომ არ აგვისრულა არაფერი თორე. კარგი, მოდი ვნახოთ რა სურვილები ვთხოვეთ მე და ნიკოლოზმა ოქროს თევზს.